მოკლედ კიდევ ერთხელ გამიმეორდება და ვიტყვი იმას, რომ ზოგადად მე ჩორჩენას საქმის საჯარო განხილვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ის უნდა იყოს გასაიდუმლოებული და კარს მიღმა უნდა მიმდინარეობდეს ეს სასამართლო წარმოება. გარდა ამისა, მიმაჩნია რომ ზოგადად ამ შემთხვევაში ძალიან კომპლექსური საკითხია, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჩემთვის იმ საფუძვლებზე რაც დღეს არის გამოკვეთილი, საერთოდ არ არის მიუღებელი და იცით რა, ეხლა გონივრულობა და რამდენად 100%-ით მართებული იყო, ეს უკვე ხალხმა უნდა გადაწყვეტოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ საქმის განხილვა არის ჩემთვის მიუღებელი. ჩორჩენას საქმეზე ვსაუბრობ, არ ვიცი სავიდან ვიაღვნიშნე თუ არა. მაგრამ ერთი საკითხის დამატებამი და მთავარი მტკიცებულება, რომელიც არის რეალურად გიორგი კახარიას სასარგებლოდ არის ის, რომ ოსმე სეპარატისტებმა დაიწყეს 1922 წლის რუკების შექმნის შეთითხოვნა, ვითომ არსებობდა ასეთი რუკები, ასეთი საოლქო დაყოფა, რომლის მიხედვითაც საოკუპაციო ხაზი არ უნდა დაგვიბრუნონ და გავაუქმოთ ეს საოკუპაციო ხაზი. არამედ პირიქით კიდევ 250 კილომეტრით უნდა გადმოიწიოს აქეთ. და რეალურად უფრო დუშეთის მხარეს, ანუ აღმოსავლეთ საქართველოსკენ მიმართულებით და რეალურად საკითხი ის არის, მაგრამ მე რო საუბრობ ხოლმე ძალიან ბევრს იმასთან დაკავშირებით, რომ ისტორიას გვიყალბებენ, ცრუ ნარატივებს ქმნიან, არ მხოლოდ ჩვენი ოკუპანტი რეჟიმის წარმომადგენლები, ჩვენი სეპარატისტების ხელშემწყობლები, არამედ ჩვენი სხვა მეზობლებიც და ამასთან დაკავშირებით ღირს ყურადღების გამახვილება. მე სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით დავიწყე რაღაცების გაკეთება ინგლისურ ენაზე და ვინც დაინტერესებული ხართ ამ მიმართულებით, თუ შემეხმიანებით, ძალიან გამახარებთ. მოკლედ ხო ეგ არის რა, რეალურად ხანდახან ღირს აი ამ აკადემიურ არაეთიკურობასთანაც რაღაცების გააზრება და მეტაკლებად პირდაპირ დაპირისპირება.